გადაადგილებისთვის თოლმო პრობლემები თბილისის გარდა რეგიონების მიმართულებით არსებულ გზებზე შექმნა, თუმცა ამ დროისათვის მსუბუქ ავტომობილებზე გადაადგილების პრობლემა არ არსებობს. გაწმენდილია გზა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებით შეზღუდვა მოქმედებს მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე. რაც შეეხება გზას დასავლეთის მიმართულებით, ცენტრალური ავტომაგისტრალისა და რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა თავისუფალია. მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი ტექნიკა მაქსიმალურად არის მობილიზებული და მუშაობს იმისათვის, რომ მოძრაობა არ შეფერხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გადაადგილდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ან შესაბამისად იყვნენ აღჭურვილი ზამთრის საბურავებით, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, იმისათვის, რომ უსაფრთხო იყოს გადაადგილება. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ასფალტის საფარი სრულად არის გაწმენდილი თოვლის ნადებისაგან. აქვე არის ბაზები მოწყობილი, სადაც მობილიზებული არის საგზაო ტექნიკა, მობილიზებული არის ტექნიკური მარილის მარაგები, გვაქვს ქვიშახრეშის მარაგი. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად გადასულია 20 საათიან მუშაობის გრაფიკზე. დღესდღეობით სიტუაცია განმოხტულია, იყო პატარა პრობლემები. ამ ეტაპზე მოძრაობა გახსნილია და მდგომარეობა სტაბილურია.